როდესაც საუბრობთ შუა საუკუნეების ქართულ ხუროთმოძღვრებაზე, როგორც წესი პირველ რიგში გულისხმობთ ხოლმე საეკლესიო არქიტექტურას. სამწუხაროდ სხვა მიზეზთა გამო ისე მოხდა, რომ ჩვენთან დასავლეთ ევროპისაგან განსხვავებით სამოქალაქო არქიტექტურის მნიშვნელოვანი ნიმუშები ძალიან ცოტა შემოგვიჭრა. ერთ-ერთი ამ ბედნიერ გამონაკლისთაგანი არის გეგუთის სასახლე, სრულიად გამორჩეული თავისი არქიტექტურული, კულტურული და ისტორიული მნიშვნელობით ქუთაისის მახლობლად მდებარე. გეგუთის სასახლე წარმოადგენს ძალიან რთული სტრუქტურის დიდ ნაგებობას, რომელსაც ბევრი სხვა ეპოქის მშენებლობის კვალი ატყვია. როგორც გამოვლინდა არქეოლოგიური კვლევებით, პირველი მშენებლობები აქ უკვე გვიანანტიკურ ხანაში წარმოებდა. მოგვიანებით მე-7 საუკუნეში სავარაუდოდ აქ ადრებიზანტიური სასახლის ნაშთზე აშენდა სამონადირეო სახლი, რომელიც მოიცავდა ერთ დიდ ოთახს და ძალიან დიდ ბუხარს მასთან ერთად. როდესაც სახლი გაფართოვდა და სასახლეთ იქცა, ეს ოთახი სამზარეულოდ გამოიყენება. არის კიდე ერთი მშენებლობა ამის შემდეგ და განსაკუთრებით მასშტაბური, როდესაც გეგუთის სასახლემ შეიძინა ის ზომა და დიდებულება, რომელიც დღესაც ამოიკითხება მის ნანგრევებში. ეს უკვე უკავშირდება ერთიანი ქართული სამეფოს არსებობის პერიოდს. სავარაუდოდ ეს უნდა იყოს ბაგრატ მესამეს მეფობის ხანა, როდესაც ქუთაისი იყო გაერთიანებული ქართული სამეფოს დედაქალაქი და თვითქალაქშიც და მის შემოგარენშიც ინტენსიური მშენებლობა მიმდინარეობდა. გეგუთის სასახლეში არის კიდე ორი ფენა, ცოტა გვიანდელი მე-14-მე-15 საუკუნისა, ეს მშენებლობები ძირითადად შეეხო სასახლის დასავლეთ მხარეს. აქ იყო 1833 წელს დიუბუა დე მონპერე, რომელმაც შეადგინა გეგმა ამ სასახლის, ფრანგი მოგზაური და ნატურალისტი. არქეოლოგიური კვლევები აქ პირველად ჩატარდა 1927 წელს რუსთაველის იუბილესთან დაკავშირებით, მცირე მასშტაბის სადაზვერო სამუშაოები. 2014 წლიდან 4 სეზონი მიზანმიმართული არქეოლოგიური კვლევები მიმდინარეობდა სასახლის ეზოში, სასახლის ინტერიერში და ეგრეთ წოდებული საძინებელ ოთახებში. გამოირკვა, რომ თუ აქამდე ჩვენ ვიცოდით, რომ გეგუთის სასახლე არის, აქ მოხდა 3 ეტაპის მშენებლობა, მე-8 საუკუნეში სამონადირეო სახლი, შემდეგ ეს აგურის სასახლე და შემდეგ იმერეთის მეფეების მიერ მინაშენი დასავლეთის ფლიგელი. ეხლა ჩვენ უკვე ვიცით, რომ დაახლოებით 11 დიდი მშენებლობა ჩატარდა. ყველაზე ადრეული აქ ჩანს ახალი წელთაღრიცხვის მე-4 საუკუნის ნაგებობების ნაშთები. თავისი არქიტექტურული სახით გეგუთის სასახლე ეს არის დიდი 4-იარუსიანი შენობა, მაღალ ცოკოლზე მდგარი. მისი მთავარი ნაწილი არის ცენტრალური დარბაზი, კვადრატული სივრცე 4 სხვადასხვა ზომის მკლავით. ეს სივრცე გადახურული იყო თითქმის 14 მეტრის დიამეტრის აგურის გუმბათით, რომელიც ჩანგრეულია ამჟამად. მის გარშემო განლაგებული იყო სამეურნეო და საცხოვრებელი სათავსები. მე-13 საუკუნეში სასახლის სამხრეთით აშენდა დიდი ზომის დარბაზული ეკლესია. მისი ნანგრევი დღემდეა შემორჩენილი. კედლის შიდა ნაწილი არის ძირითადად ნაშენი აგურითა და რიყის ქვით და მოპირკეთებული იყო კარგად გათლილი დიდი ზომის ქვის კვადრებით. საპირე წყობის დიდი ნაწილი ახლა დაკარგულია. შიგნით ეკლესია შელესილი და მოხატული იყო.